ისრაელელი მოხალისეები კენიაში. მაშავის ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მოხალისეთა ჯგუფი ოქროს გოგონების ფონდთან ერთად კენიაში გაემგზავრა. ისრაელის დელეგაციამ 6 კვირა გაატარა ადგილზე, განათლების ხელშეწყობითა და მასოგოს თემის მხარდაჭერით და პროფესიული გამოცდილების გაზიარებით. მოხალისეებმა ასევე ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს გოგონების განათლებას და დაეხმარნენ სკოლის სპორტული პროგრამის გაძლიერებას. მათი ყოფნის განმავლობაში ისრაელელმა მოხალისეებმა თავიანთი პედაგოგიური გამოცდილება გაუზიარეს სხვებს და განაახლეს ადრეული ასაკის სასწავლო სივრცეები. მათ ასევე ჩაატარეს შემოქმედებითი აქტივობები ბავშვებისთვის, ხალას ცხობისგან დაწყებული ქორეოგრაფიის შესწავლით დასრულებული. მოხალისეებმა დააარსეს ახალი ბიბლიოთეკა და გააუმჯობესეს ადგილობრივი კომპიუტერული დალი და ადმინისტრაციული უნარები. ეს ახალი ურთიერთგაცვლა, რომელიც კენიაში ისრაელის კავშირების სიღრმესა და გავლენას ასახავს. ქვეყანაში ისრაელის ელჩმა გიდეონ ბაჰარმა ასევე უმასპინძლა კენიის მესიანური ებრაული საზოგადოების წევრებს სპეციალურ ვახშამზე, რითაც ხაზი გაუსვა კენიის რელიგიური მრავალფეროვნების სიმდიდრეს. ეს იყო საღამო, რომელიც მეგობრობასა და დიალოგს ეძღვნებოდა.